მოკლედ ეს არის ჩემი საყვარელი ადგილი, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებ. ყავს ორი ძაღლი და ცხოვრობ მათთან ერთად, ძაღლებთან ერთად. ეს არის ჭოლას ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სპექტაკლი მთვრალი ალუბალი, რომელზეც ბილეთს ვერ შოვიდი. ეს არის დამხატეს ცხელი ძაღლიდან და აწერია კიდევაც გესური ბოზიშვილი ვიყო, აი. არ ვიცი, გესური ბოზიშვილი ვიყო. კოშკა. ბოზიში მომგინებისთვის, მაგრამ ფილმიდან არის. ეს არის მაგალითად ლევან კოღუაშვილის ქუჩის დღეები, საწყისი ყველაფრის მეორედ დაბრუნების ხელოვნებაში ფილმში მე მგონი საინტერესო სახე გამოვიდა. რატო გაიკეთე ბიჭო წამალი? რატო გაიკეთე ბიჭო წამალი? ეს ისეთი ფრაზა იყო ბევრჯერ მომისმენია. ჩემი ხმით ლაპარაკობდა ხალხი რესტორანში, ქუჩაში და მეცინებოდა. აი, აქ ვართ მოკლედ მე და ჩემი სულიერება. მე გახლავართ ზაზასალია, თბილისის მარჯანიშვილის თეატრის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. უარყოფითი როლები საუკეთესო შემსრულებელი. არ ვიცი საიდან მოვიდა, რატომ მომერტყა ეს იარლიკი, მაგრამ ფაქტია რომ არის იმეცინება. ალბათ ხასიათიდან გამომდინარე. როდესაც ბობოქრობდა თბილისი არეული იყო, რაღაცნაირად ცხოვრება მოიტანა, რომ ჩავერთე მასში, იმიტომ რომ ძმა ტყუპის ძალი გარდამეცვალა, მომიკლეს, როცა ვიყავით 23 წლის ასაკში, აი მინდოდა არ მინდოდა, გამოვლილი მაქვს ეს ძლიერი, დაძაბული, მე ვიტყოდი, რომ შავი დღეები, ცხოვრებისეული გამოცდილება ყოველთვის აისახება პროფესიაზე, მით უმეტეს თუ ეს უკავშირდება ისეთ პროფესიას, სადაც სულიერი მდგომარეობა აქტიურ როლს თამაშობს პროფესიაში. ბავშვი ვიყავი, როგორც ყველა ბავშვი ალბათ, საკმაოდ ცელქი. ძალიან მიყვარდა თეატრი და კინო ბავშვობი. მე და ჩემი ძმა ტყუპის ძალი დავდიოდით. იყო ასეთი ცენტრალური პიონერული თეატრი. ისეთი ადამიანები ვიყავით ერთად იქ შეკრებილი, რომელსაც ფართო საზოგადოება დღეს უკვე იცნობს. თეატრალურ ინსტიტუტში ურთულესი იყო მოხვედრა. მაშინ, როდესაც ლილი იოსელიანს აყავდა ჯგუფი, ეს იყო ხალხი ვერ ხვდებოდა მასთან და შემდეგ წელს კი არ აბარებდა. იცდიდა მე 4 წელი, რომ ისევ მასთან დამჯდარიყო. მე ესეთი ფიგურა, პიროვნება საერთოდ არ მინახავს. მართლა ვიძახი ოღონდ ცხოვრებაში. რაღაც მისტიკაც იყო, რომ შემოგხედავდა და გიყურებდა, შენ რაღაც მონუსხულივით იყავი. ყველაზე დიდი შექება ჩემ ცხოვრებაში. ისევ ქალბატონ ლილისთან. გავდით საკურსო სპექტაკლი იყო 3 და, რომელსაც გავდით 11 თვის მანძილზე. იქ თამაშობდი 80 წლის ყრუ მოხუც, 18 წლის თერაპონტი. რო დამთავრდა სპექტაკლი, მიხეილ თუმანიშვილი ეუბნებოდა ლილი იოსელიანს, რომ ეს ბიჭიო ყრუ არისო, მართლაო?
მილიონებოდა რომ არ არისო და ეს იყო ყველაზე დიდი შეკრება ჩემთვის. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ იყო ასეთი რეჟისორი ნუკრი ქანთარია გადმოვიდა იმ წელს ჩვენ როცა დავამთავრეთ თბილისში ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. წავედით ახმეტელის თეატრში ამ ჯგუფის უმეტესობა. პირველი როლი იყო ნუკრი ქანთარიასთან ნატაძრალი ერქვა ლაშა თაბუკაშვილის პიესა იყო. მე მოყვა ამას საინტერესო სპექტაკლი იყო ასეთი ძალიან საინტერესო კარსიქით, რომელზეც ვიმუშავეთ ერთად და მას მოყვა შემდეგ დემეტრე მეორე ამ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა. რაც ყველაზე მთავარი იყო, ჩემი მეუღლე გავიცანი იქ ამ თეატრში და ეს იყო ადამიანი, რომელმაც წმინდა წყლით ჩემ გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ მე არ ვმალავ ამას და ყველგან ვიძახი საამაყო ამაში არაფერი არ არის, მაგრამ ეგ ჩემი ცხოვრებაა და მე სიმართლეს ვიძახი ყოველთვის. ჩემი ძმის სიკვდილის მერე მქონდა ნარკოდამოკიდებულება ძლიერი და რა ვიცი, ჩემმა მეუღლემ რასაც გაუძლო, მე არ მგონია რომ ვინმე ასეთ რაღაცებს არსებობენ ქალები, რომლებიც უძლებენ ასეთ რაღაცებს დღეს. იყო მე დრო გამოშვებით ისეთი მომენტები მქონდა, რომ ისე მიყვარდა ეს საქმე, რომ ვღებულობდი ხოლმე მონაწილეობა სპექტაკლებში. აი გიორგი შალუტაშვილმა დადგა მაგალითად შეხვედრის ადგილი და მიწვევით ვიყავი იქ. მერე ზაზა ურუშაძემ გადაიღო ცხელი ძაღლი და ასეთი გამონათებები სულიერი იყო ხოლმე და სუნთქვა მეკრებოდა და მახსოვს ჩამოსული ვიყავი მოსკოვიდან და ლევან კოგუაშვილი იღებდა ფილმს ქუჩის დღეები. იმ დღესვე რომ მორჩა პირველივე პრობის მერე თქვა რომ მე ვიპო რაც მინდოდაო და გადავიღე ამასთან. იმის მერე წაყვა და უკვე 17 წელიწადია მარჯანიშვილის თეატრში მუშაობ. მახსოვს პირველად რომ გამოვედი ამდენი წლის მერე ხა კინო სხვა არის კიდე და ცოცხლად შეხება მაყურებელთან. შემეკითხეთ თქვენი პირველი როლი წლების შემდეგ. რომ ჩემი შესვლა რო იყო მახსოვს სცენაზე. დაჟე ჩემმა ცოლმა მითხრა რომ ხედავდი რომ ისაო ხელი აგიკანკავდა რომ შედიხარ იქიდან გირწყავს პროჟექტორი, აი როგორც ახლა ეს მირწყავს და შენ მაყურებელს ვერ გძნობ, მაგრამ მის სუნთქვას გძნობ. თეატრში ასია. როგორ სუნთქავს მაყურებელი იმას გძნობ. ცხოვრებაა ჩემი თეატრი ახლა. მინდა არ მინდა მაგით ვცხოვრობ. თეატრზე ვარ დამოკიდებული, თეატრი მიცვლის ხასიათს, თეატრი მაძლევს ენერგიას. ჩემი მამოძრავებელი ძაბა რა არის? პირველად უნდა გითხრათ, მაშინ ექსკლუზივს მოხდეთ. არასდროს არ მითქია, მაგრამ ესია. რა ვიცი, ვისაც როგორ არ ეწყინება, არ ეწყინება. ჩემი ცოლი